მამაკაცები ვერ გრძნობენ იმ მომენტს, როდესაც ქალის მისდამი ინტერესი იწყებს დამდაბლებას. ვერ ხვდებიან თუ რისგან იყო ეგ გამოწვეული და რასთან იყო დაკავშირებული. და თუ მამაკაცი ამ ყველაფერს ვერ ხვდება, შესაბამისად მაგ პროცესზე გავლენაც არ შეუძლია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ზეიგარნიკის ეფექტზე. ამ ეფექტის შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები ბევრად კარგად იმახსოვრებენ შეწყვეტილ მოქმედებას, ვიდრე დასრულებულს. როგორც წესი, ურთიერთობაში ის, ვინც სვამს წერტილს, ბევრად უმტკივნეულოდ გამოდის მაქედან. ხოლო ის, ვინც მიატოვეს, რჩება იმ გაუსაძლის ტკივილთან ერთ-ერთზე. თქვენ ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რატომ განიცდის ყოველთვის ის მხარე, ვინც მიატოვეს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ვინც მიდის კარგი მხარეა და იმიტომ მიდის, რომ ცუდთან იყო. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეგრე არ არის. მე ათასობით ისტორია მაქვს გაანალიზებული, სადაც ქალს აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონდა, მატერიალურიც და თვით მამაკაციც კარგად რომ ექცეოდა. მაგრამ ის მაინც წავიდა. თუმცა დღეს ჩვენ ცოტა სხვა კუთხიდან განვიხილავთ ამ მოვლენას. იდეაში ამ ვითარებაში მამაკაცს აქვს აბსოლუტურად ყველაფერი იმისთვის, რომ მიხედოს თავის ცხოვრებას და იყოს ბედნიერი. მაგრამ მაგის მიუხედავად მას ძალიან მტკივნეულად გადააქვს ეგ მოვლენა. და ზუსტადაც ამ მოვლენას ჰქვია ზეიგარნიკის ეფექტი. ურთიერთობის დასრულება არის მისთვის შეწყვეტილი მოქმედება. მას ჰქონდა გარკვეული გეგმები, მიზნები, ოცნებები, იმედები და ეგ ყველაფერი ქალის ერთი გადაწყვეტილებით უცებ შეწყდა, გაუქმდა. ეს ყველაფერი არის ის, რაც იწვევს იმ გაუსაძლის ტკივილს. შედეგად მამაკაცი ცდილობს, რომ დაასრულოს ეგ შეწყვეტილი მოვლენა. დასრულება კი არის შესაძლებელი მხოლოდ ურთიერთობის აღდგენით, რაც იმ მომენტში შეუძლებელია. ხო და ეგ ყველაფერი ერთ ბანალურ ფსიქოლოგიურ ხაფანგად იქცევა, რომელშიც მამაკაცი გაუცნობიერებლად თავისივე ხელით ხვდება. ყოველი მეხუთე მამაკაცი, რომელიც დაშორებას განიცდის და მოდის კონსულტაციაზე, მეუბნება, რომ რამდენიმე წლის წინ მე თვითონვე მინდოდა ამ ქალის მიტოვებაო. ზოგმა მიატოვა კიდევაც და შემდეგ ქალის ინიციატივით შერიგდნენ. ანუ გამოდის, რომ წარსულში ეგ ქალი დიდად არ სჭირდებოდა მას და მის გვერდზე არ ყოფნას საერთოდ არ განიცდიდა. დღეს და ახლა კი ეგ ყველაფერი გაუსაძლის ტკივილად არის გადაქცეული. საიდანაც თამამად შეგვიძლია გამოვიტანოთ ის დასკვნა, რომ საქმე ადამიანში კი არ არის, არამედ შექმნილ ვითარებაშია, სადაც ხდება დაშორება. გამოდის, რომ სიტუაციურად ადამიანის სუბიექტური აღქმისთვის მაგ მოვლენის გაფორმება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ობიექტური რეალობა. ახლა კი ჩვენ მივუახლოვდით ყველაზე მთავარს. ქალისა და მამაკაცის კომუნიკაცია შედგება ცხოვრებისეული პოზიციების გაცვლისგან და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულების ჩვენებისგან. და არ აქვს მნიშვნელობა გაცნობისას მიმოწერაზე ვისაუბრებთ, პირველ პაემანზე თუ ორწლიან ურთიერთობაზე. როდესაც ქალს ეჭვება უნდა თუ არა მაგ ურთიერთობის გაგრძელება, უნდა თუ არა შენთან კომუნიკაცია, სინამდვილეში ეგ უკვე დასასრულია. და გასაგებია, რომ მაგ ვითარებაში შენ პირველმა უნდა დაასრულო მასთან კომუნიკაცია. თუმცა აქ ცოტა სხვა რამეზე მინდა გადავიტანო შენი ყურადღება. რაც უფრო მეტი გეცოდინება, მით უფრო გათვითცნობიერებული იქნები. თუ შენ მიმოწერა გაქვს ქალთან, მან ბანალურად შეიძლება დაიწყოს ვაჭრობა. და ეს საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ღირს თუ არა შენთვის ნომრის მოწერა, ღირს თუ არა შენთან შეხვედრა, მინდა თუ არა საერთოდ ურთიერთობა და ნუ ასე შემდეგ. თუ შენ მის მაგ ეჭვებს გაგებით მოიკიდები, ჩამოწერილი ხარ. შენ ვეღარ იპოვი მხარ პოზიციას მაგ კომუნიკაციაში. ამ ვითარებაში შენ გაქვს სულ რაღაც ორი ვარიანტი. ერთი არის უბრალოდ ფეხებზე დაკიდება და თავის ტკივილის არიდება. რადგან მაგ პირობებზე სულ რომ შედგეს თქვენი ურთიერთობა, მაგის სახელმძღვანელო მაქვს, თუ როგორ განვითარდება და როგორც დასრულდება ეგ ყველაფერი. და ეგ ერთ-ერთში ჯდება. ამას კი დაგიდასტურებს ყველა ის მამაკაცი, რომლებსაც მოსმენილი აქვთ ჩემი დახურული ვიდეოკურსები. მეორე ვარიანტი კი არის აცი უკვე ექსპერიმენტის, ქალის ბუნების შემეცნების მიზნით მაგ კომუნიკაციის გაგრძელება, ოღონდ შემდეგ პირობებზე. შენ ხაზი უნდა გაუსვა, რომ არ დაიწყებ მაგ პურის ნამცეცების ჭამას. ანუ შინაარსობრივად, როდესაც ქალი მიმოწერაში უცებ იწყებს იმის დემონსტრაციას, რომ მას რაღაცები ეჭვება. სინამდვილეში მას უნდა, რომ შენ დაიწყო მისთვის საპირისპიროს მტკიცება. ეგ კი იმას ნიშნავს, რომ ის არის შემფასებლის პოზიციაზე. შენ კი უნდა დაიმსახურო მისგან კარგი ქულები, რომ რამენაირად დაითანხმო ის. უკეთესი ვერსია არის, როდესაც მას ეუბნები, სიმართლე გითხრა, მე თვითონაც არ ვიცი მინდა თუ არა ახლა ურთიერთობა. თან ჩვენი ტიპაჟებიდან გამომდინარე ვხედავ, რომ ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ პრობლემური იქნება. სულ რაღაცაზე ვიჩხუბებთ და საქმეს გავარჩევთ. თუმცა ვანგა მე არ ვარ, რომ 100%-იანი დარწმუნებით ვთქვა ნებისმიერი რამ. მირჩევნია პრაქტიკაში გადავამოწმო, რადგან შეიძლება ვწდებოდე. ზუსტად ამ მიზნით გთავაზობ შეხვედრას. ერთი შეხვედრით არაფერი წყდება და მაგ ხელა მნიშვნელობას მაგიტომ არ ვანიჭებ. რაში მდგომარეობს ამ ტექსტის შინაარსი, რაც მე გავაჟღერე.
იმაში, რომ ერთის მხრივ შენ ქალისადმი შენს ინტერესს ინარჩუნებ, შეგნებული, ადეკვატური მამაკაცი ხარ და მთლად ფეხებზე მკიდია დამოკიდებულებით არ ხარ. მეორეს მხრივ კი არც არაფერს არ ეხვეწები და არც ვიღაც ბიჭუნა არ ხარ, რომელმაც ვიღაც უცხო ქალის წინაშე რაღაც ქულები უნდა მოიპოვოს. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ აქ იკვეთება მეორე საკითხიც. როგორ არ უნდა მოხვდეთ ამ ზეიგარნიკის ეფექტში? პასუხი მარტივია. შენ უნდა შეიძინო დროულად უარის თქმის უნარი. უნდა შეძლო უკან დაუხედავად ურთიერთობის დასრულება მაშინ, როცა რეალურად არის ეგ საჭირო. და მე მესმის, რომ ეს ყველაფერი ძალიან მარტივად ჟღერს, მესმის, რომ ბევრი თქვენგანი იტყვის რა უნდა მაგასო. მაგრამ უბრალოდ შენს წარსულს გადახედე, ერთხელ მაინც თუ გაგიკეთებია ეგ. და არა, იმ ისტორიას არ გულისხმობ, სადაც შენ ქალის მიმართ ინტერესი დაკარგე და მერე დაადე მას. იმ ისტორიაზე ვსაუბრობ, როდესაც შენ ქალზე მიჯაჭვული იყავი, გინდოდა მასთან ყოფნა და მაგის მიუხედავად უარი უთხარი მას, იმიტომ რომ დისკომფორტი შეიგრძენი. ასეთ ვითარებაში, როდესაც ძალიან გინდა და მაგის მიუხედავად რომ სამუდამო წერტილს სვამ და საერთოდ რომ აღარ იხედები მისკენ, აი ეს თუ გაგიკეთებია. ეს თუ დაგიდასტურებია კონკრეტული ნაბიჯებით, კონკრეტული ქმედებებით. ძალიან ცოტაა ასეთი მამაკაცი, ვისაც მაგის თუნდაც ერთჯერადი გამოცდილება აქვს. ეგ კი იმას ნიშნავს, რომ შენ წერტილის დასმის უნარი არ გაგაჩნია. ეგ კი იმას ნიშნავს, რომ შენ ყოველთვის გექნება იმის ფარული შიში, რომ ქალმა შეიძლება დაასრულოს ურთიერთობა. ეგ კი იმას ნიშნავს, რომ სულ შენ დაფაცურდები და თავს აითქიებ. ეგ კი იმას ნიშნავს, რომ შენ ადრე თუ გვიან სუსტ პოზიციას დაიკავებ ურთიერთობაში. ეგ კი იმას ნიშნავს, რომ ქალი ყოველთვის დაკარგავს ხოლმე შენს მიმართ ინტერესს. ეს არის ჩაკეტილი წრე. გამოდის, რომ შენ გეშინია მისი დაკარგვის, ამიტომ ცდილობ, რომ უფრო გამგებიანი და სასიამოვნო ბიჭი გახდე. შედეგად ქალი კარგავს შენს მიმართ ინტერესს. შემდეგ ჩემგან გესმის რჩევა, რომ მზად იყავი ნებისმიერ დროს ურთიერთობის გასაწყვეტადოდ და ფიქრობ, მე რანაირად ვიყო მზად, ქალი ისედაც თვითონ მადებსო. ეს არის ჩაკეტილი წრე. პირველ რიგში უნდა გამოუწყდე შენს თავს, რომ შენ უარის თქმა ამ ეტაპზე არ შეგიძლია. რომ შეგეძლოს, მაგ ვითარებაში არც აღმოჩნდებოდი. და სულ რომ ერთჯერადი მასეთი გამოცდილება გქონდეს, ეგ არ არის საკმარისი. ეგ უნარი მხოლოდ სოლიდური პრაქტიკით არის გამომუშავებადი. ეგ უნარი არ ჩანს, უხილავია, მაგ უნარს ქალი გრძნობს. და კომენტარში რომ დაწერს ვიღაც მე მაგარი ბიჭი ვარ, მე ბევრჯერ მიქნიაო, ნუ ხომ ხვდებით რომ მაგარ ბიჭს საზოგადოებისთვის მაგის მტკიცებისთვის უბრალოდ არც ძალია. ჩვენი მიზანი ვინმესთვის რამის მტკიცება არც არის. უბრალოდ შენი თავი დაასკანერე, იყავი შენს თავთან მიმართებაში გულწრფელი, რომ შეძლო პრობლემის დანახვა. ბევრად უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ქალის ძლიერი პოზიციიდან გაცნობის ვიდეო კურსიდან შეგიძლია. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ქალი ეძებს ძლიერ მამაკაცს. და სიძლიერეში კუნთების მოცულობა რომ არ იგულისხმება და ძლიერი მენტალობა რომ იგულისხმება, წესით ეგეც აღარ უნდა იყოს საიდუმლო. თუმცა მე მაინც ცოტას დავაკორექტირებ მაგ ფრაზას და ასე გეტყვით. ქალი ოცნებობს ისეთ მამაკაცზე, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია მისგან წასვლა, მაგრამ არ მიდის. შეუძლია რომ ცუდად მოექცეს, მაგრამ არ ექცევა. და აი ამ წინადადებების შემდეგ შენ ახლა მოგეჩვენება, რომ ურთიერთსაპირისპირო რაღაცებს ვამბობ. შენ იტყვი, რომ მე მზად ვარ, რომ გავწყვიტო კონტაქტი, თუმცა არ ვწყვეტ, იმიტომ რომ მას ვაფასებო. სინამდვილეში ეს არის ფილოსოფიური საკითხი. საუბარი მაქვს უნებებისგან მაქსიმალურად განთავისუფლებაზე და შენში რეალური თავისუფალი ნების ზრდაზე. და გასაგებია, რომ ყველა ადამიანს ეჩვენება, რომ რასაც აკეთებს, ეგ მისი ნება, მისი არჩევანია. თუმცა თვითონ პიროვნებამ როგორ უნდა გაარკვიოს ნეირომედიატორი ჰორმონების თრობისგან გამოწვეული ეფექტის შედეგად აკეთებს ის არჩევანს, რაც მისი ნება არ არის. თუ ნამდვილად თავისუფალია მის არჩევანში. ადამიანი არის დედამიწაზე ნომერ პირველი არსება საკუთარი თავის მოტყუების სპორტში. აზროვნების უნარი და სიჭკვიანე, როგორც კარგი, ისეც ცუდი შეიძლება იყოს. იმიტომ რომ თუ შენი მინდების ლეგალიზაცია მოგინდებათ და იხმარ შენს ჭკუას და ისეთ არგუმენტებს მოუძებნი შენს თავს, რომ ვეღარავინ გადაგარწმუნებს. რეალური თავისუფალი ნების ზრდა კი იწყება პირველ რიგში საკუთარ თავთან მიმართებაში გულწრფელობით. ამიტომ დაუსვი შენს თავს კითხვა, ეგ ნამდვილად მასია, თუ თავს იტყუებ. და არა ზედაპირული, არამედ სიღრმისეული დიაგნოსტიკა უნდა ჩაუტარო შენს თავს. როგორც თავისუფალი ნების მოპოვებას, ისევე მის დაკარგვას თან ახლავს დაგროვების ეფექტი. თეორიულ ცოდნას თუ თან არ ახლავს სწორი პრაქტიკული ქმედებები, არაფერი არ შეიცვლება. აქ ხომ ჩვენ იმისთვის არ ვსაუბრობთ, რომ ვინმეს შევეჯიბროთ, ან ვინმეს თავი მოვაწონოთ. აგერ მეც კი ვიღაც მოხუცი კაცი ვარ, რომელსაც სულ ფეხებზე ჰკიდია პოპულარულობა. ზუსტად ამიტომ ეს ფოტო გახდა პოპულარული, რომელსაც ახლა შენ უყურებ. ამიტომ ცოტა ხნით დაანებე თავი ყველას და ყველაფერს, ვინ რას იფიქრებს და იყავი შენს თავთან გულწრფელი. შენს თავთან მიმართებაში გულწრფელობა განავითარე. სინამდვილეში ქალი არის ყაჩაღივით.
თუ მან დაინახა შენში სისუსტე, აუცილებლად პრობლემებს შეგიქმნის. ხოლო თუ ხვდება, რომ შეიძლება ძვირი დაუჯდეს შენი დაყაჩაღება, ის მილიონ არგუმენტს მოუფიქრებს თავის თავს თუ რატომ არ ღირს მაგის კეთება. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ აქ მე განრისხებაზე და ქალის მიმართ აგრესიის გამოხატვაზე არ ვსაუბრობ. მამაკაცი, რომელიც თავს იმცირებს და ითმენს, სინამდვილეში მას ეშინია საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენების. ხოლო როდესაც ხედავს, რომ ეგ მოთმინების კონცეფცია არ მუშაობს, შემდეგ აგრესიაზე გადადის. იმიტომ რომ მან მისი პირადი, ეგოისტური სიამოვნების წყაროდ აქცია ეგ ქალი, მუზად აქცია. ის ვერ ხვდება, რომ უკვე დიდი ხანია რაც მომწიფდა ის ვითარება, სადაც არც უნდა ითმინო და არც იკონფლიქტო. უკვე გადაწყვეტილების მიღება არის საჭირო. შენთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილების მიღება. მაგ ყველაფერზე უარის თქმა არის საჭირო. შენ კი ეგ თავშივე არ გააკეთე, სადაც ეგ საჭირო იყო. და არ გააკეთე იმიტომ, რომ შენი თავი გეწოდება, შენს თავს ვერ წირავ მაგ ტკივილისთვის. ურთიერთობის მომენტალურად გაწყვეტისა და სამუდამოდ წასვლის უნარი ძალიან ბევრ ბენეფიტებს იძლევა. შენ ფხიზლად ხარ, შენ შეგიძლია რეალურად შეაფასო და დააფასო ქალი და არა ილუზორულად. ხოლო თუ რომელიმე კბილანა ისე აღარ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს, მომენტალურად ხვდები მაგას და შესაბამისი რეაქცია გაქვს. შენი სიყვარული გულწრფელია, არ არის ილუზორული. შენ არ გამოძრავებს არც ქალის დაკარგვის შიში, არც სტრესი, არც ეიფორიაში ხარ. და როდესაც რეალურად აღწევ ამ მენტალურ სიძლიერეს, ხედავ, რომ ბევრისთვის გაუგებარი მიზეზების გამო ქალებს აქეთ უნდათ, რომ შენს დაქვემდებარებაში იყვნენ და აქეთ იბრძვიან შენი დაქვემდებარების მოსაპოვებლად. მთელი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ყველაფერი თეორიულად რამდენადაც მარტივად არ უნდა ჟღერდეს, პრაქტიკაში ეს არის ძალიან რთული გზა. რეალურად მენტალურად ძლიერ მამაკაცთა მიზერული რაოდენობა კი ამტკიცებს ამ გზის სირთულეს. უმეტესობა თავისი ვიწრო, პირადი გამოცდილებიდან აფასებს ჩემი ვიდეოების მონაკვეთებს და წერს კომენტარებს. ზოგი თქვენგანი, როდესაც უსმენს ჩემს ვიდეოებს, ეგ ხომ ისედაც ვიცოდიო ამბობს. ზოგი ეგრევე გარბის ქალთან, მიღებული ცოდნის გამოსაყენებლად. ზოგი მოსმენელს როგორც თავის მიგნებას ისე ასაღებს მის გარშემო ადამიანებთან, რომ მაგარი ტიპი გამოჩნდეს. და მე ამ ყველაფერს პრეტენზიის სახით არ ვამბობ. ეგ უბრალოდ ის ფაქტებია, რომლებსაც მე ვერ ვხედავ, თუმცა ვიცი, რომ ეგრეა. რას იზამ შენ, ეგ შენი არჩევანია, შენი ნება, შენს ცხოვრებას ცვლის. ძალიან მიზერული ნაწილი იღებს იმ მტკიცე გადაწყვეტილებას, რის შედეგადაც იძენს იმ მენტალურ სიძლიერეს, რაზეც ვსაუბრობ. და რომელიც მის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის უკეთესობისკენ. და ზუსტადაც მათთვის არის ეს არხიც და ფასიანი ვიდეო ლექციებიც. შენ უნდა გახსოვდეს, რომ თუ შენ დღეს დაახლად ტკივა, ესე იგი წარსულში არასწორად იქცეოდი. ერთის მხრივ ცხოვრება ტკივილის მეშვეობით გატყობინებს, რომ შენ არასწორად იქცეოდი. მეორეს მხრივ კი ტკივილი არის იმის ინდიკატორი, რომ შენ იცვლები და ამას ვერსად გაექცევი. ხოლო საითკენ შეიცვლები, ეგ უკვე შენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ან გაძლიერდები, ან დასუსტდები. მეტი ვარიანტი აქ არ არსებობს. და რაც უფრო სწორი იქნება შენი გადაწყვეტილება და რაც უფრო მტკიცე და თანმიმდევრული იქნება შენი ნაბიჯები, მით უფრო გაძლიერდები. გახსოვდეს, რომ ყველაფრის მიუხედავად, არჩევანი ყოველთვის შენს ხელთაა. თავარია იპოვო ის.